კერძო კოლექციებში დაცული დოკუმენტების რესტავრაცია ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ მოხდება. იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ახალი ინიციატივის ამოქმედება საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა. ლაბორატორიაში ამ დრომდე მხოლოდ არქივში დაცული დოკუმენტების რესტავრირება მიმდინარეობდა. ამიერიდან კი ამ მომსახურების სარგებლობა კერძო პირებსა და ორგანიზაციებსაც შეუძლიათ. სპეციალისტები რესტავრაციას ქაღალდსა და პერგამენტზე დაწერილ ხელნაწერებს, წიგნებს და ფოტოებს ჩაუტარებენ. თეიკო ანჯაფარიძე გიამბობს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე საყვარელი წიგნი ან ძვირფასი ფოტო ოჯახის ალბომიდან ან რაიმე დაზიანებული დოკუმენტი, რომელსაც რესტავრაცია ჭირდება, დახმარებისათვის შეგიძლიათ საქართველოს ეროვნულ არქივს მიმართოთ. ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმების ლაბორატორიაში აქამდე მხოლოდ საცავებში დაცული დოკუმენტების განახლება ხდებოდა. ახალი ინიციატივის ამოქმედების შემდეგ კი ლაბორატორიაში დოკუმენტის მიტანამ ყველამ სურვილს შეუძლია. მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტო გურეშიძეების ოჯახის რელიქვიაა. საუკუნის წინ ფირზე აღბეჭდილ მოვლენებს რომ უკვე საკუთარი დაღი დაატყო. ოჯახის მეხსიერების ძვირფას ნაწილს რესტავრაცია არასოდეს ჩატარებია. ეს არის წინაპრების ფოტოები, რომლებიც საჭიროებს რესტავრაციას და გადავწყვიტა მიმართო საქართველოს ცენტრალურ არქივს, რომ მოხდეს რესტავრაცია ამ სურათების. ლაბორატორიაში ამჟამად ბეჭდური გამოცემების აღდგენაზე მუშაობენ. რესტავრაცია ცისკარსა და ივერიას უტარდება. ერთ-ერთ ნომერში ქართველი რომანტიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსები და ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედი ქართლისაცაა. დოკუმენტების აღდგენა მათი შემოწმებისა და დეზინფექციის შემდეგ ხდება. მოქალაქე როგორც კი დაინახავს, რომ მის პირად არქივს, ანუ მის საქმეებს რაღაც საშიშროება აქვს, ან დაობებულია, ან დახეულია, ნაწერი უკვე გაფერმთალებულია, შეუძლია მოვიდეს ლაბორატორიაში, მოიტანოს ესა თუ ის საქმე და ჩვენ მას ჩაუტარებთ დეზინფექციას, რესტავრაციას, დეზინსექციას, ყველაფერს რაც კი ესაჭიროება და მე აუხსნით როგორ უნდა შეინახოს. ლაბორატორიის ახალი მომსახურებით პირველი რესტავრაცია 1927 წელს რეპრესირებული გიორგი ერისთავის დიპლომებს ჩაუტარდა. ერთი ქაღალდის გვერდის ქიმიური ნივთიერების დამუშავება, ნაკლული ადგილების აღდგენა და პირვანდელი სახის დაბრუნება ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასში ხდება. სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით მოგმართავდნენ ძალიან ხშირად და ამიტომ გაჩნდა ამისი ინიციატივა. ერთი ფურცელი ფასდება 2 ლარიდან 25 ლარის ჩათვლით. 2 ლარი ჩვეულებრივი ფურცელი და 25 ლარი ღირს ეტრატის, პერგამენტის, ანუ რთული ობიექტის თითო ფურცლის საფასური. კერძო პირების გარდა ლაბორატორიის მომსახურების სარგებლობა ორგანიზაციებსაც შეუძლიათ.